მე ვარ ნინო ანთაძე 10 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, ხატვა და ხელბურთის თამაში. ასევე ძალიან მიყვარს საჭმლის გაკეთება და სახლის დალაგება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 5 წლის. ყველაზე ხშირად ვხატავ ბუნებას და პეიზაჟებს. ჩემი საყვარელი ფერი არის მწვანე და არ მიყვარს ვარდისფერი. რადგან ძალიან კაშკაშა და ყვირის ნახატში. ყველაზე რთული არის შენობის და ხატვა. და ძალიან მარტივია ადამიანების ხატვა. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და სახლში მაქვს 20 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ როცა გავიზრდები, მინდა ვნახოთ, როგორ შემეძლო ხატვა. და ამით სულ გამახსენდება ჩემი ტკბილი ბავშვობა. ჩემი ბავშვობა იმიტომ მგონია ტკბილი, რადგან სულ ვერთობოდი და არაფერზე არ ვნერვიულობ. ახლაც ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ბავშვობა უფრო ვენატრება. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 12 წლის ასაკში. მინდა ისე კარგად ხატავდე, რომ ჩემი ნახატები მილიონები ღირდეს და მუზეუმში იყოს გამოფენილი. ბევრი ფული რომ მქონდეს, მიმოგზავრიდი მთელ მსოფლიოში. პირველ რიგში სამოგზაურო წავიდოდი პორტუგალიაში. დიდი იმედი მაქვს, რომ იქ შევხვდები ჩემს საყვარელ ფეხბურთელს რონალდოს. სხვათა შორის ფეხბურთს ხშირად თამაშობ და ვარ ძალიან კარგი მეკარე. ჩემი საყვარელი გუნდია მადრიდის რეალი. კიდევ ბევრი ფული რომ მექნება, ვიყიდი საბავშვო ბაღს. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგი მასწავლებლები და კეთილი კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია თეკლა ირემაძე. ყველაზე ჭკვიანია მარიამ გორგოშაძე. ყველაზე მშვიდია ლილე სურმანიძე. ყველაზე ბედნიერია სესილი მიქელაძე. მე ვარ ყველაზე პრანჭია, ლამაზი და კეთილი. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე ფრანგული. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ნინო მაისოლაძე, რადგან ის ძალიან კეთილია, ლამაზი და არ ყვირის. ჩემი სკოლის დირექტორი ძალიან კარგი ადამიანია და მინდა პირადად გავიცნო. პირველ ნახვაზე ვეტყვი, რომ ძალიან მომწონს ის და მინდა რომ ჩვენი დირექტორი იყოს სამუდამოდ. კიდევ ვეტყვი, რომ მეხუთე ვე ყველაზე კარგი კლასია. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი ექიმი. ახლა მინდა ვიყო 13 წლის, იმიტომ რომ ვიქნები თინეიჯერი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და ვცეკვავდი ანსამბლ საუკუნეში. სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო გამოვედი. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება სწავლაში. ასევე იხარჯება ხატვაშიც და ცეკვაში. გული დამწყდა რომ ცეკვიდან გამოვედი, მაგრამ შეიძლება რომ შევიდე ისო. ჩემი საყვარელი ცეკვა არის კენტაური. საყვარელი ეთი არის ეს. მე ხარ კარგი მოცეკვავე ვიყო, ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი პარიზში. დიდი ალბათობით 24 წელს რო გავხტები, წავალ პარიზში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია და ბაბუა. მინდა მყავდეს ერთი ძმა და ერთი და. დედის ერთობა კარგია იმით, რომ ყურადღების ცენტრში ვარ, მაგრამ ცუდია, რადგან მარტო ვარ. მამიკო არის ძალიან მშრომელი, სიმპათიური და ყოველთვის ცდილობს, რომ ჩვენი ოჯახი კარგად იყოს. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის კეთილი, ლამაზი და საყვარელი. ის არის განსაკუთრებული საჩუქარი, რაც ღმერთისგან მაქვს. მე ვარ კარგი დიასახლისი, რადგან სახსაც ვალაგებ და საჭმელებსაც ვაკეთებ. პირველად საჭმელი რო გავაკეთებ, ვიყავი 8 წლის და ეს საჭმელი იყო სუპი. ჩემი საყვარელი საჭმელი არის სალათა. ახლა ყველაზე კარგად გამოვთით ცეზარის გაკეთება. სიამოვნებით გასწავლით ცეზარის ჩემი რეცეპტის გაკეთებას. პირველ რიგში ვჭრით სალათის ფურცლს და ვყრით თასში. შემდეგ ვიღებთ პამიდორს და პატარებად დავჭრით. შემდეგ ვიღებთ გახუხულ პურს და ვათავსებთ თასში. შემდეგ გემოვნებით გავუკეთებთ მარილს და მაიონეზს და შევჭამთ გემრიელად. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დოგმენი. საყვარელი ფილმია 911. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმში მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაცოცხლდებდი თამას ბაბუას და ადამიანები იქნებოდნენ უკვდავები. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნინო რო არ მერქვას რა მერქმეოდა. მე ნინომ დავარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნინო რო არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა თეკლა. ჩემ შვილებს დავარქმევ მათეს და მართას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, თუ რა არის მისი ჰობი. მაგალითად, ჩემი ჰობია სიმღერა. მინდა ვიყო მომღერალი და ვღეროდე დიდ სცენაზე. ჩემი საყვარელი სიმღერაა ბრუნო მარსის დაევითა smile. I just woke up from a dream where you and I had to say goodbye. ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. ჩემი აზრით 30 წლის რო გავხტები, ვიყიდი წითელ პორშეს. ბედნიერება არის, რაც გიყვარს იმას რომ აკეთებ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.